ზურფასო მეგობრებო, სანამ ოლიგარქიული დიქტატურა დაკავებულია საქართველოს არაბიზაციით, მილიარდების წაგლეჯვით, ოქროს პლიაჟებზე კოტრიალით, ხოლო დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა არც იციან რა უნდა აკეთონ და რისთვის დაიბადნენ, ამასობაში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამ წუთებში სამი საპარლამენტო პარტია იხილავს აფხაზეთთან, სოხუმთან პირდაპირ საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დაწყების საკითხს და ასევე განხილვაშია აფსუებისათვის პირადობის დოკუმენტებისა და პასპორტების მიმართ იურიდიული ძალმოსილების მინიჭება, ანუ ამ დოკუმენტების აღიარება, რაც ნიშნავს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის აღიარებას de facto. პირველი ნაბიჯია ეს. მე მოვუწოდებ ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს სასწრაფოდ გამოიძახეთ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და მოსთხოვეთ ახსნა განმარტება შექმნილ ვითარებაზე. დანარჩენზე მე გეტყვით რა უნდა გაკეთდეს და რა ზომები უნდა მივიღოთ, რათა პროცესი არ იქნას გაღრმავებული. ამასინათ კიდევ თურქეთის მართველი პარტიის დეპუტატი უკვე გამოვიდა და განაცხადა, რომ თურქ მესხებს ჩვენ დავიცავთო. მე მინდა მას უპასუხო, რომ თურქები დაიცავით თურქეთში, მესხებს, ანუ უმაღლესი ხარისხის ქართველებს საქართველოში არავითარი დაცვა არ სჭირდებათ. ხოლო თუ ვიღაცას ახსოვს ისტორიული წარსული, ჩვენს გვახსოვს მიტაცებული ტაო კლარჯეთი, ოშკი, ხახული, ბანა, ართვინი, არტანუჯი, სპერი, შავშეთი, რიზე, ხოფა, ტრაპიზონამდე და ჩვენს გვახსოვს მილიონობით გათურქებული, ასიმილირებული ქართველი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ასევე მილიონობით ტაო-კლარჯეთიდან აყრილი და გადასახლებული ქართველები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში იმისათვის, რომ იქ ქართული თვითშეგნება საბოლოოდ მომსპარიყო. ამიტომ პოლიტიკაში უნდა ვიყურებოდეთ წინ და არა უკან. ეს ეხება თურქ მეზობლებსაც და ყველა სხვა მეზობელს, მეგობარს თუ არა მეგობარს. და წინ ყურება ნიშნავს იმას, რომ სეპარატისტული საოკუპაციო რეჟიმის პუტინისგან მართვადი მკვლელების რეჟიმი არ იქნას პირველ რიგში აღიარებული დედამიწაზე არსად. თანაც რეჟიმი, რომლებმაც ქართველთა მოჭრილი თავებით გაგრის სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს. და მათი პასპორტები და პირადობების აღიარება ნიშნავს თანამონაწილეობას ადამიანთა თავებით ფეხბურთის თამაშში, რის სურვილიც მე დარწმუნებული ვარ, ნატოს წევრს და დემოკრატიისაგან მიმავალ თურქეთს ნამდვილად არ ექნება და ეს ინიციატივა მინდა ჩავთვალოთ, რომ ეკუთვნის რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიას და მას არ მიეცემა არავითარი გასაქანი და გავრცელება. სხვა შემთხვევაში ვიმეორებ, ჩვენგან იქნება შესაბამისი და სათანადო პასუხები მათ შორის საერთაშორისო არენაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.